ასკარი დაჭიაზე უნდა გკითხოთ 11-12 წლის ბავშვებში ქიმიური წამალი მივეცით ორჯერ და შედეგი არ არის. და მაინტერესებს ამ ქიმიურ წამლებს რაიმე უკუჩვენება თუ აქვს ბავშვისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის. არა, სასიცოცხლო მნიშვნელობის და ის რომ ანტიპარაზიტულმა საშუალებებმა ბავშვი მოკლა, ეგეთი არ მეჩვევა, ეგ არ გამიგია, შეიძლება თუ არსებობს, მაგრამ არ ამგონია. მიხარად შეეხება რომ ერთიოჯერ უმკურნალდა შედეგი არ მივიღეთ და მათ თუ სწორად არ ჩადადა და ოჯახის ყველა წევრმა არ იმკურნალა და თუ არ დამუშავდა მთელი სახლი, ბინა, სპეციალური წესით შეიძლება რეციდივი. ანუ დეზინფექციას გულისხმობ. რა თქმა უნდა, იმიტომ კი რომ თქვათ არ უშველა, შეიძლება უშველა, მაგრამ რეციდივია. ისევ გადაედო. ხო, რა თქმა უნდა, აქ უნდა მოხდეს ერთდროულად ოჯახის წევრების, ყველა ოჯახის წევრის უმკურნალობა, ამავე დროს მთელი ოჯახის ბინა დასამუშავებელი, განსაკუთრებით ძველი წერტილები, სპეციალური ქლორიდ, რომელიც ქლორი კლავს და ჟავა კლავს ამ კვერცხებს. ამავე დროს თეთრეული საცვლები ყველაფერი დაუთავდეს, იმიტომ რომ გარეცხვისთვის კვერცხები არ იყუპება და ქვეყანა პირობებია და ამიტომ ესე მარტივად რომ მკურნალი და არ უშველა, ცოტა ძნელად წარმოგვიდგება, უფრო ალბათ რეციდივია. და სხვა საშუალებები არის, ქიმიური საშუალებებიც არის, თქვათ ისეში ნატურალურებიც, ოღონდ იმის ვიღეთ, თქვათ ფინანსურად როგორ შეძლებენ ადამიანები ამის შეძენას და შესაბამისად ეხა აღარ მოყვები დაწვრილებით რა და როგორ, თუმცა არსებობს სუპრადეტოქსი ანტიპარაზიტული, არსებობს შემდეგ საშუალება ბალანსდე, რომელსაც დაღუპული პარაზიტები გამოაქვს გარეთ ნაწლავის გარეთ, რომ არ დაიწყოს მათი ხრწნა, ხო, და ხრწნის პროდუქტების მეშვეობით, თქვათ მიერ თვითონ ორგანიზმის ინტოქსიკაცია არ მოხდეს, არ დაიწვოს ღვიძლი, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს არის კომბინირებული პროცესი. ამავე დროს როგორც წესი ვაძლევთ დეტოქსიკაციის საშუალებებს, თქვათ სპექტრა მაქს, რომელსაც შეუძლია გარდა იმისა, რომ შეავსოს ის დეფიციტი, რაც ჭიებმა გამოიწვიეს, ჭიები ხო ჩვენ გვათმევენ ნუტრიენტებს. და პლუს ამავე დროს დეტოქსიკაცია თხევადი ფორმითაა და ინტოქსიკაციას მკვეთრად მოხსნის. თუმცა ენკომპაში არის ბირკავა, რომელსაც ასევე შეუძლია ძალიან კარგად ინტოქსიკაციის წარმართვა და ბალანსდერისთვის არის რა უნდა გამოიტანოს? დახოცილი პარაზიტები. ანუ ჭია რომ მოკვდება თავისით არ გამოვა? ხო არა, ეხლა გასვენების პროცესს არ უწყობენ ჭიებს, სხვა ჭიები რა თქმა უნდა არა. უმეტეს შემთხვევაში პარაზიტები თან ჩვენ ნაწლავის ხავებზე არიან ჩაფრენილები და ესე ადვილად დაღუპვის შემდეგაც ესე ადვილად არ ცილდებიან ნაწლავს. ამიტომ ბალანსდეს ჭკვიანი კაფსულები შეგვიძლია უწყოთ, იმიტომ რომ შეუძლია რომ მექანიკურად მოაცილდოს ესენებში ინულინი შედის და ქვეყანა რაღაცეები. მათ შორის შედის 3 შტამის ლაქტობაქტერია, რომელიც აი ბაქტერიულ ფლორასაც, მეგობარ ბაქტერიებსაც ეხმარება და აღდგენაში უწყობს ხელს. ამიტომ ძალიან კაია. ჭიების შემთხვევაში, ანუ პარაზიტების კონკრეტულად ასკარიდა შეიძლება არა, მაგრამ სხვა ჭიებიც ხომ არის და ხომ შველის სახლის რაღაც საშუალებები, თქვათ იგივე გოგრის კი ბატონო, გოგრის კურკის ექსტრაქტი, ბროწეულის ქერქის ექსტრაქტი, კაკლის გარეთ ქერქების მიერ შექმნილი, თქვათ მე თქვი კიდევაც ერთ ვიდეოში მაკრო აი სპირტზე ვამზადებ და მე თვითონ ვიღებ. მოდი მაგის დამზადების პირობისიც თქვათ უცებ ამ ვიდეოში. ჩვეულებრივ, როდესაც უკვე დაიწყებს კაკალი მომწიფებას, ეს გარეთა ნაწილი მწვანე დაიწყებს დაბზარვას, ანუ ბოლომდე არ უნდა გასკდეს, ხო, დაბზარვას იწყებს, ის უკვე მზად არის იმისთვის, რომ მისგან დაამზადოთ. ეს საშუალება, ამას მოკრიფავთ ყველაფერს, ჩაყრეთ გილაში, დაასხავთ, თქვათ, ან არახს, ან მე ვასხავ ხოლმე სამედიცინო სპირტს ერთ-ერთში ანადუღარ წყალთან განზავებული, ხო? გაავსებთ გილას, შემდეგ ამ გილას შეავსებთ ამ სითხით, დაახურავთ და სიბნელეში უნდა დადგათ 4-5 კვირით. და შემდეგ უკვე ეს საშუალება მზად არის, ერთ-ერთი კარგად ჰერმეტულად დახურული და სიბნელეში თუ გექნებათ, მთელი წელი შეგიძლიათ ისარგებლოთ. მოდი აქვე გკითხავთ, ანუ ვიცი კითხვები გაუჩნდებათ, ქილა უნდა ავავსოთ. ხო, ავავსოთ, უნდა პირამდე ავავსოთ. გამახსენდა ასევე ძალიან კაი საშუალება არის ალიცინი, ანუ რომელიც ნიორში შედის, ასევე ძალიან ბევრ პარაზიტს კლავს. ხო, ნახეთ, ანუ ქილა უნდა გავავსოთ ამ კაკლის ამ მწვანე მასით და სითხეც უნდა შევავსოთ პირამდე. და რამდენჯერ შეიძლება მივცეთ ეს? რა დოზით უნდა მივცეთ? ესეთი კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს, რომ ამდენი დოზით ესეთ სიხში ჩვენებისამებრ რო შეატყო. კვირაში ერთჯერ მივცეთ შეიძლება. შეიძლება მე შემიძლია რამდენიმე დღეც კი დამილევია, მე თვითონ გამიტესტია, თქვა 10-12 წვეთს ვიწვეთებ ხოლმე წყალში. წყალში უფრო ნაკლები, თქვა პატარა ბავშვებში 2-3 წვეთი, 5 წვეთი შეგიძლიათ ჩაუწვეთოთ
წყალში ან დაუშვათ თხევად საკვებში, რასაც აძლევს. აჰა. ცოტა მომწალოგია მოაქვს კაკალსა პლუს პირს და ამიტომ ბავშვებში ცოტა ისეც თქვენ ნიორი ახსენეთ და კიდე ერთს გკითხავთ, რომ ბევრისგან გამიგია, რომ ნიორს მთლიანად აყლაპებენ ან ბავშვებს, ან უფროსებს, რომ არ არის სწორი. ერთი იმის რომ ალიცინი გააქტიურდეს, სჭირდება ორ კომპონენტიანია და ნიორი უნდა დაჭყლიტოს. დაჭყლიტის შემდეგ 15 წუთში ეს პროცესი აქტიურდება, ალიცინი იღებს თავის ყველაზე აქტიურ ფორმას და ამ შემთხვევაში ნიორი უკვე კარგია გამოსახება. თუმცა ნიორის თლიანად გადაყლაპვის ლოგიკა არ მესმის. ამას ჯობია რომ ეს წვრილად დაჭყლეტილი ნიორი ჩაჭრათ სალათაში და სალათასთან ერთად მიირთვათ. ერთი უფრო თანაბრად განაწილდება ნაწლავშიც და ვთქვათ არ გამოიწვევს ლოკალურად რომელი ნაწლავის რომელიმე ადგილის ლორწოვანის დაღწევა. თლიანი ნიორი ჩავა დაუღეჭავად რო გადაყლაპავ. იმ ნიორს რა დაღეჭავს? კუჭი დაღეჭავს თუ ნაწლავი კუჭი დაღეჭავს, კბილები არა აქვს. და ამიტომ ასეთი კონცენტრირებული დიდი ზომის ნიორი რას გააკეთებს იქ ნაწლავში და სადაც გაგვიღიზიანებს, გაგვიწოვებს, არ ვიცი. ანუ საერთოდ ქართველი ხალხის სახელით ვინც ამბობს რაღაცას, იმას ნუ მოусმეთ. არსებობს მოსაზრება, არსებობს ფაქტი. მოსაზრებებზე აწყობილი ცხოვრება ძალიან ცუდად თავდება უმეტეს შემთხვევაში. მადლობა. არაფრის.